საერთაშორისო აქტორებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მორიგჯერზე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ვრცელ წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მიმართა ელჩებსა და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ამჯერად მაინც აღიარონ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რომელშიც მისი თქმით, მაღალი ალბათობით ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ამ წერილშიც შალვა პაპუაშვილმა ტრადიციულად გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორები და მათ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერაში კვლავ დასდო ბრალი. უკვე თითქმის ერთი წელია ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა ნაცვლად ჩიხში შეყვანისა ქართული ოცნება კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. რადგან უცხოელებმა ასე ღია დაუკავშირეს დავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. არჩევნების უარყოფის პოლიტიკა მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას. ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. შეიცვლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რასაკვირველია დამოკიდებულებად შეიცვლება, მაგრამ უკვე ამჯერად შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო დამოკიდებულება გამოხატონ აი ამ დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელი უმაღლესი მახასიათებლის მიმართ. ეს არის არჩევნები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ეპისტოლურ ჟანრში დასავლელი პარტნიორების უსაფუძვლო კრიტიკას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ცივილიზებული სამყაროსგან. ეს კი მათი თქმით ქართული ოცნების გამიზნული ავტოკრატიული პოლიტიკის ნაწილია. პაპუაშვილი არ სცილდება ისევ თავის მაღალფარდოვან შეიმას, რა ქვია, ამპლიტუდას და კიდე საერთაშორისო პარტნიორებზე ლაპარაკობს. როგორც არც ყველა სხვა გზავნილი, რომელიც შალვა პაპუაშვილის პირიდან ამოდის, ეს გზავნილიც რელევანტური არ არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მგონი ზაფხული დამთავრდა, მაგრამ შირაქის ველზე კიდევ ერთხელ გასაშვებია ეს კაცი ცოტა იქნებ განიავდეს, რომ გაანებოს თავი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ელჩებს, ლიდერებს. არ არის მისი კალიბრი ახლა და რავი. თუ ვინმე გარე ძალებიდან იმართებოდა და ღებულობდა ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც იყო მაგალითად პრემიერის დანიშვნა და ასე შემდეგ, ეს პირველ რიგში არის ოცნება, ვინც რა თქმა უნდა არ არის ეროვნული და პატრიოტული ძალა. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და მათ აფიქრებინონ, რომ დღეს თურმე მხოლოდ ოპოზიციური პარტიები იმართებიან. ჩვენი დღის წესრიგი არის არჩევნების გზით ოცნების დამარცხება. პირველ რიგში არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს რუსული სპეცოპერაცია, რაც არ უნდა წეროს ახლა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უდიდესი შესაძლებლობა დაასრულონ ეს რეჟიმი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა უცნობია გამოეხმაურება თუ არა რომელიმე ელჩი შალვა პაპუაშვილის ამ ვრცელ წერილობით განცხადებას. ალეკო კვედაძე, ევრონიუს ჯორჯია.